ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე სტრასბურგში საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაციის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 4 მომჩივნის სახელით არის შეტანილი. საჩივარში საია ამტკიცებს, რომ პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ქმედებები დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკაა. საია უთითებს, რომ სახელმწიფოს ქმედებები არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, არამედ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს, რომელიც პროევროპული პროტესტების ჩახშობისკენ იყო მიმართული და დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს ცდება. საჩივარში განვითარებული დავის სტრატეგიაა შეფასდეს დარღვევების მასშტაბურობა და დადასტურდეს ის ზიანი სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ კონსტიტუციურ წესრიგს, თავად სამართალდამცავის საგამოძიებო თუ სხვა ორგანოების მოქმედებების შედეგად მიადგა. სასამართლომ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ კონკრეტული მუხლების დარღვევა, როგორიც არის წამების აკრძალვა, დისკრიმინაციის აკრძალვა, შეკრების თავისუფლება და საკუთრების უფლება, არამედ კონვენციის მე-17 მუხლის ჭრილშიც. ამ მუხლზე დავა პირველად გამოიყენება საქართველოსთან მიმართებით დემონსტრაციების საქმეში, რაც საშუალებას გვაძლევს სასამართლოს წინაშე წარვადგინოთ დემოკრატიული ეროზიის ფაქტი და დავადასტუროთ, რომ სახელმწიფომ იმოქმედა ისე, რომ მიზნად ისახავდა არა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, არამედ ამ უფლებების განადგურებას. საიას ცნობით, ნიღბიანი ოფიცრების მიერ განხორციელებული მიზანმიმართული სისტემური წამება არასათანადო მოპყრობა მტკიცებულებებით დასტურდება. მათი შეფასებით დაუსჯელობას ხელს უწყობს გამოძიების პროცესში გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევაც, მათ შორის ინსტიტუციურ დონეზე საგამოძიებო ორგანოს გაუქმება და საქმის პროკურატურისთვის გადაცემა, დანაშაულზე არასწორი კვალიფიკაციით გამოძიების წარმოება და მტკიცებულებების მოპოვებისთვის შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ნიღბიანი ოფიცრები მიმართავდნენ მიზანმიმართულ სისტემურ წამებას. კერძოდ დგინდება, რომ აქციის დარბევის პარალელურად სპეციალური დანიშნულების რაზმი პირებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა და პოლიციის კორდონს მიღმა კამერებისგან მოშორებით კიდევ უფრო მძიმედ უსწორდებოდა. ძალადობა გრძელდებოდა სპეციალურად მოწყობილ მიკროავტობუსებში, სადაც ადამიანებს ჯგუფურად სცემდნენ ხელთათმანით, ფეხით, კეტით თუ სხვა ნივთების გამოყენებით. ცხროკებს ურტყამდნენ ძირითადად თავისა და სახის არეში, ართმევდნენ ნივთებს, აყენებდნენ შეურაცხყოფას, მათ შორის ასევე ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით. ის რომ ეს არ იყო ინდივიდუალური გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული სახელმწიფო სტრატეგია, დასტურდება მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის განმახორციელებელთა საჯაროდ დაჯილდოვებით და დამნაშავე ოფიცრების დაუსჯელობით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე ევროპულ სასამართლოში სტრატეგიულ სამართალ წარმოებას განაგრძობს.